ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების საქმე, ფულის გათეთრება და თაღლითობა. სასამართლო დღეს 10 ბრალდებულიდან 5-ისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ იმსჯელებს, მათ შორის ერთ-ერთია ელისო კილაძე. მარიამ ქართველიშვილი გვერდება მეტი დეტალით. ტრანსნაციონალურ დანაშაულში მხილებული დანაშაულებრივი დაჯგუფების, როგორც თქვენც აღნიშნეთ, 5 წევრის მიმართ იმსჯელებს სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს 5 ბრალდებულის მიმართ და ესენია ოთარ ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები, მიხეილ ჩოხელი, სეხნიაშვილი და ელისო კილაძე. მაყურებელმა იცის, რომ ბრალდებულთა ნაწილი არის მიმალვაში, შესაბამისად სასამართლო დაუსწრებოდ იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მათ მიმართ. რაც შეეხება დაკავებულ ელისო კილაძეს, ის რამდენიმე წუთის წინ მიიყვანეს საქალაქო სასამართლოში, მისი ეტაპირება დასრულებულია, შესაბამისად სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება. ჩვენი ინფორმაციით გიორგი მიქაძე სასამართლო პროცესზე გამოცხადებას არ აპირებს. ქრონიკამ მოიპოვა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქმეში დევს პირდაპირი და მამხილებელი ჩვენებები, მათ შორის თაღლითური კოლ-ცენტრების მმართველების და სქემაში მონაწილე სხვა ფიგურანტების, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ, როგორ და რა მეთოდებით მფარველობდა ოთარ ფარცხალაძე და ძმები მიქაძეები თბილისში არსებულ 10-მდე კოლ-ცენტრს. რაც შეეხება ელისო კილაძეს, ქრონიკის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ ჩვენება გამომძიებლებს მის სამისიო ბიზნეს პარტნიორმა გივი ჯიბლაძემ და ის დეტალურად უყვება გამომძიებლებს, რა როლი ჰქონდა ელისო კილაძეს და მას და ასევე რა ფუნქცია ეკისრებოდა ელისო კილაძეს კონკრეტული კოლ-ცენტრების ფუნქციონირებაში და ასევე ინფორმაციულად დაცვაში. ადვოკატი ელისო კილაძის შეიძლება ითქვას, რომ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ელისო კილაძე საკუთარმა ბიზნეს პარტნიორმა ამხილა და მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, თუმცა კილაძის ადვოკატი ამბობს, რომ ეს ჩვენება სასამართლოზე უნდა გამოიკვლიონ და ამის შემდეგ იქნება უფრო მეტი პოზიციის ჩამოყალიბების საშუალება. რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდებას, ამ საქმეზე არის ხელმოწერა გაუთქმელობის შესახებ, შესაბამისად პროკურორი კონკრეტულ სახელებთან და გვარებთან დაკავშირებით დეტალებს ვერ საუბრობს, თუმცა ბრალმდებელი ადასტურებს, რომ მსგავსი შინაარსის ჩვენებები საქმეში დევს. რატომ დაასახელა მაშინ ჯიბლაძემ ელისო კილაძე და რატომ თქვა, რომ ჩვენ ერთობლივად ფლობდით კოლ-ცენტრსო? ჯიბლაძეს თავისი ინტერესები აქვს, გამოჩნდება ყველაფერი. ჯიბლაძე პირველად კი არ არის პასუხისმგებაში, მეცემ. სულ ჩვენება მისცა გამოძიებას ამას ამბობს? როგორ ახლა მე წინასწარ როგორ შეგიფასო? აი ესეთი ჩვენება რომ დევს საქმეში, ამას ხომ გვიდასტურებთ? რა თქმა უნდა, სამხილია, მაგრამ სამხილი არ ნიშნავს მტკიცებულებას. ის უნდა პროცესუალურად ისე უნდა იქნეს დამაგრებული, რომ მას მტკიცებულობის მნიშვნელობა ჰქონდეს. თაღლითური კოლ-ცენტრი, რაზეც გუშინ ბრიფინგი იყო და რაზეც დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ვითხოვ, 10-ვე პირთან მიმართებით, ვის სახელიც მე გავაჟღერე და გაჟღერდა გუშინ ბრიფინგზეც, 10-ვე პირი ჩართული იყო კონკრეტული თაღლითური კოლ-ცენტრის საქმიანობაში, მათ დროის სხვადასხვა პერიოდში თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე და სხვადასხვა შპს-ის ბაზაზე ქონდათ გახსნილი თაღლითური კოლ-ცენტრი და შესაბამისად თითოეულ მათგანს აქ ქონდა მისი როლი. ანალოგიურად შეიძლება ითქვას ეს ბენანორზე, ასევე ელისო კილაძეზე. გივი ჯიბლაძემ, ბენანორმა, გიორგი კამლაძემ და თორნიკე ჯანელიძემ გამოძიებასთან ქმედითათი თანამშრომლეს ძმები მიქაძეები, მიხეილ ჩოხელი, ირაკლი სეხნიაშვილი, ოთარ რომანოვ ფარცხალაძის გავლენების მეშვეობით ახორციელებდნენ კოლ-ცენტრების მფარველობას. რაც შეეხება სკანდალურ აუდიო ჩანაწერს, სადაც ელისო კილაძის და ჯიბლაძის საუბარი არის ჩაწერილი და სადაც ბრალდებულები საუბრობენ კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით და მათ შორის გეგმავენ იმაზე, როგორ გააშავონ კონკურენტი კოლ-ცენტრები, როგორც იცით, ამ ჩანაწერთან დაკავშირებით ქრონიკამ ჯერ კიდევ გუშინ მოიპოვა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა, სადაც საუბარია, რომ ჩანაწერი არის ავთენტიკური. დღეს კი ქრონიკას მიაწოდეს დოკუმენტი სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული, სადაც ექსპერტები შესწავლის შემდეგ ვარაუდობენ, რომ ეს ჩანაწერი ელისო კილაძემ ჩაიწერა, ანუ კილაძე საკუთარ ბიზნეს პარტნიორს იწერდა.
დიქტორი ქალის ხმის ინტენსივობა მეტნაკლებად სტაბილურია ჩანაწერის მიმდინარეობის პროცესში, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ აღნიშნულ დიქტორსა და ჩამწერ მოწყობილობას შორის არსებული დისტანცია არ არის ცვალებადი. განსხვავებით მამაკაცი დიქტორისგან, რომელიც პერიოდულად გადაადგილდება. ჩანაწერის ბოლო მონაკვეთზე, როდესაც საგრძნობლად სუსტდება დიქტორი მამაკაცის ხმის ინტენსივობა, რაც მიანიშნებს აღნიშნულ დიქტორსა და ჩამწერ მოწყობილობას შორის მანძილის ზრდაზე. ჩანაწერზე კვლავ ისმის მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი ხმა, რაც აჩენს შთაბეჭდილებას, რომ დიქტორი ქალი ფიზიკურ კონტაქტში იმყოფება ჩამწერ მოწყობილობასთან. 200-მდე დაზარალებული და 10 მილიონი დოლარის ღირებულების უკანონოდ მითვისებული კრიპტოვალუტა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს ოთარ ფარცხალაძეს, მეფ მიქაძეებს, ჩოხელს, სეხნიაშვილს და ელისო კილაძეს გამოძიება თაღლითობას და დიდი ოდენობით ფულის გათეთრებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამ წუთებში კი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იწყებს მსჯელობას საქალაქო სასამართლო. მადლობა, ეს მარიამ ქართველიშვილი იყო.